ჩვენთან არის ღმერთი. დიდი მარხვის მესამე კვირა დაგვიდგა, რომელსაც ეწოდება კვირა ჯვრის თაყვანისცემისა. განზოგება ხდება რამოდენიმე დღეში დიდი მარხვის, განზოგება ანუ განახევრება და წმინდა ეკლესია ჩვენ გვახსენებს იმას, რომ ცოტა ხანში მალევე იქნება გამოხსნა ჩვენი დიდი პარასკევი, ამას მოყვება ძლევამოსილი აღდგომა უფლისა და ჩვენ რომლებიც უყურებთ ჯვარს, ერთგვარი ნუგეშისცემა ხდება ჩვენ მხრივ ღვთისგან, რომ გავძლიერდეთ სულიერად. ჯვარი ცხოველმყოფელი გამომხსნელი კაცობრიობის. აი ამას აღნიშნავს დღევანდელი დღე მესამე კვირა დიდი მარხვისა. ჯვრის სიმბოლო, უდიდესი სიწმინდე, ადრეულ პერიოდში წყეულთა ხვედრი, მაგრამ ქრისტიანთა გამომხსნელობითი სიმბოლო, რომელზეც დაითრგუნა ეშმაკი დასაბამიერი გველი და მაცხოვარმა ამ ჯვარზე გაკვრით მოგვანიჭა და მისი ძლევამოსილი აღდგომით მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე. სიკვდილი აღარ ზეობს და ამაზე ჩვენ მრავალჯერ გქონდა საუბარი. საინტერესო ერთი მომენტი. სახარებაში არის ნათქვამი ასეთი უცნაური სიტყვები. ისე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, როგორც მოსემ უდაბნოში აღამაღლა გველი. თავად მაცხოვარი ამბობს ამას. მოგეხსენებათ 40 წლის განმავლობაში მოსეს პერიოდში რჩეული ხალხი ძველი აღთქმისა დახეტიალობდა უდაბნოში და იყო ესეთი მომენტი მათ ცხოვრებაში, როდესაც გველები გესლავდნენ და იღუპებოდა ხალხი. ამიტომაც მოსემ გადაწყვიტა აემაღლებინა ბოძზე, ჯვრის ფორმა იყო, სულ ჯვარი არ იყო, მაგრამ ჯვრის ფორმა რაღაც ჰქონდა. აემაღლებინა რვალის, იგივე სპილენძის გველი და ვინც კი შეხედავდა, რომელი ადამიანი შეხედავდა მას, ამ გველს, ის იკურნებოდა ან აღარ იშხამებოდა იმ გველების მიერ, რომლებიც ქმედნენ მათ. და ამ შემთხვევაში მაცხოვარი ამბობს, უნდა იყოს ამაღლებული ძე კაცისა ისე, როგორც მოსემ აღამაღლა უდაბნოში გველი. რა შუაშია? მსგავსება არის, აშკარა მსგავსებაა. იქაც ამაღლებულია რაღაც ჯვრის ფორმით და აქაც მაცხოვარი, მაგრამ გველობა რა შუაშია? იქ გველია და აქ მაცხოვარია. აი ამასთან დაკავშირებით შემოდის გველის ღვთისმეტყველება, გველობის ღვთისმეტყველება, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს. გველი სიმბოლოა ბოროტებისა. გველმა აცდუნა ჩვენი წინაპარი. გველის მეშვეობით მოხდა დაცემა ჯერ ევასი და შემდგომ ადამისა. და ამ შემთხვევაში გველი არის მაცხოვარი არის გველობის მატარებელი, ასე შეიძლება უფრო სწორად ვთქვათ. როგორ შეიძლება ასე იყოს? როგორ შეიძლება გველობის მატარებელი იყოს მაცხოვარი? თავად იგი ამბობს ამას სახარებაში. ძალიან საინტერესოა წმინდა მოძღვართა განმარტება ამასთან დაკავშირებით. აი პირველი მოძღვარი რო ავიღოთ, ორივეს მოვიყვანთ, ახლა ბევრია გასამარტი, მაგრამ ძალიან ისეთი ზოგადი მონახაზი რო გავაკეთოთ, მაგალითად ავიღებთ კაბადოკიერ მოძღვრებს, პირველს წმინდა გრიგოლ ნოსელს,
ეს გახლავთ უმცროსი ძმა ბასილი დიდისა და მეორე ასევე უდიდესი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. თუ პირველი არის ძმა ბასილი დიდისა, ბასილს აღარ შევეხებით, იმასაც აქვს, მაგრამ დაუკმაყოფილდეთ მხოლოდ ამ ორით. მეორე არის გრიგოლ ღვთისმეტყველი, მეგობარი წმინდა ბასილისა და გრიგოლ ნოსელისაც, მაგრამ უფრო მეტად ბასილი დიდის მეგობარი, ერთი ძმა არის, მეორე მეგობარი, ორივე გრიგოლია. ერთი ნოსელი, მეორე ღვთისმეტყველი, ნაზიანზელი ეპისკოპოსი. აი გრიგოლ ნოსელს აქვს ესეთი შრომა, რომელსაც ეწოდება მოსეს ცხოვრება. და დეტალურად განიხილავს იმ მოვლენებს, რაც აღესრულებოდა მოსეს ცხოვრებაში. ერთი მოგახსენეთ უკვე უდაბნოში ამაღლებული გველი. ეს გასაგებია. ამას დაუბრუნდები ჩვენ. მაგრამ მოსეს ცხოვრებაში კიდევ რამოდენიმე გზის ხდება ჩვენ ეს ეპიზოდი, ოღონდ გველთან დაკავშირებული. არა იმ რვალის გველთან, არამედ ზოგადად გველობასთან დაკავშირებული. რომელი მომენტებია ეს? პირველი, როდესაც მოსე მიდის ქორების მთასთან, იქ ეცხადება ღმერთი მაყლოვანში, ცეცხლ მოდებულ მაყლოვანში. და ღმერთი ამ მაყლოვანიდან ეუბნება მოსეს, რომ წავიდეს იგი ეგვიპტეში, რათა გამოიყვანოს ებრაელები ტყვეობიდან. და დიალოგი მიმდინარეობს და მოსე ეკითხება, რომ კითხავენ, საიდან მოდიხარ, ვინა ხარ საერთოდ შენ? ფარაონი რომ კითხავს, იმას რა უთხრა მე? სასწაულები აჩვენე, ეუბნება ღმერთი. ერთი, მარჯვენა ხელის გაკეთროვნებულობა და მეორე, კვერთხის გველად გადაქცევის სასწაული. მოსემ დააგდო გველი, ჯერ ამ შემთხვევაში და მეორე ფარაონთან როცა მივიდა მაგ შემთხვევაში. და ეს კვერთხი, ხელჯოხი მისი გადაიქცევა გველად. აი გრიგოლ ნოსელი ამბობს. მაგრამ როცა აიღებს შემდგომ, კვლავ კვერთხად გადაიქცევა იგი. რისი სიმბოლოა გრიგოლ ნოსელის თანახმად? ეს გველობა, კვერთხი რომელიც იყო და ასეთ მოკრძალებულ სწავლებას გვეუბნება. არ დამზრახოს ქრისტეს მოყვარულმა ხალხმა მე, რადგანაც გველობას ქრისტეს განვუკუთვნებ ამ შემთხვევაში, როგორც რვალის გველის შემთხვევაში. რატო? რა შეურაცხყოფაა ღვთის? როგორ შეიძლება ქრისტე შენ გველობა დააკისრო, გველობა განუკუთვნო, გველობა მიაწერო. ამიტომაც ბოდის სიხდის ის. მაგრამ რასაც შემდგომ შლის ღვთისმეტყველურად, შემდგომ გასაგებია. რა არის გასაგები? როგორ შლის ამ ყველაფერს? წმინდა გრიგოლი ამბობს. გველობა მაცხოვარმა იმ კუთხით განიკუთვნა, რომ მიიღო ჩვენი დაცემული ადამიანური ბუნება. ცოდვის გარეშე ოღონდ. აი გველი კი არ გახდაო, ამბობს ნოსელი. აი თუ გველი გახდა, მაშინ ცოდვა ჩაიდინა მან, იმიტომ რომ გველი ცოდვის სიმბოლოა. მაგრამ ცოდვის შედეგად, გველობის შედეგად, რაც დაემართა ადამიანს, ეს ხო ჭეშმარიტად მიიღო ძე ღმერთმა განკაცებისას. ანუ შედეგი დაცემისა, ცოდვი დაცემის შედეგი განიკუთვნა მან. წყეული გახდა უცოდველი ჩვენს გამო. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ფაქიზი აზრი ჭირდება აქ, რომ არ აგვერიოს ორი რამ. პირველი, გველი კი არ გახდა. გველობა განიკუთვნა მან.
წყეული კი არ გახდა, წყეულობა განიკუთვნა მან. ცოდვილი კი არ გახდა, ცოდვილობა განიკუთვნა მან. და განკუთვნელობა გველობისა, წყეულობისა, ცოდვილიანობისა ეს სხვა არაფერს ნიშნავს თუ არა ადამიანური დაცემული ბუნების მიღებას. რატომ მიიღო ახლა თქვენი თქმით? რატომ მიიღო გველობა? ცოდვილი არ არის, გასაგები, გველი არ არის. მას თუ გველი იქნება, მაშინ ეშმაკი უნდა ყოფილიყო. გველობა განიკუთვნა მხოლოდ. და ნოსელი ამბობს. რათა დასაბამიერი გველი დაეთრგუნა თავისი გველობის განკუთვნელობით. შემოეტყუებინა თავის წიაღში გველი. ესე იგი, რას ნიშნავს ჩვენი ადამიანური ენით რო ვთქვათ? ეშმაკს ეგონა მაცხოვარი განკაცებული ღმერთი, ლიტონი ადამიანი. და იფიქრა, რომ ეხლა ამასაც ჩავყლაპავ მე და გაუშვებ ჯოჯოხეთში. და აი ამ გველობის განკუთვნით მაცხოვარმა ამ ადამიანური ბუნების მიღებით შემოიტყუა გველი, რათა დაეთრგუნა ეს დასაბამიერი ცოდვა თავის თავში და მიემადლებინა კაცობრიობისათვის ხსნა და სამუდამო სიცოცხლე. აი ამიტომ გველობის განკუთვნელობა ნოსელის თანახმად და არა მხოლოდ მისი. იგივე აზრი ჩვენ გვხვდება ბასილი დიდთან. იგივე მდგომარეობაა. და ასე გრძელდება მთელ მამებთან. ამას ქვია საღვთო ტყუილი. ჩემი მოგონილი არ გეგონოთ. საღვთო ტყუილი ტყუილის გაგებით კი არა. გველობის განკუთვნელობის გაგებით. გველი შემოიტყუა, რადგანაც მან ხორცი მიიღო დაცემული. და ეს ხორცი დაცემული არის გველობის განკუთვნელობა საკუთარ თავზე. ეს ერთი განმარტება იმ მაცხოვრისეულის სიტყვებისა, რომელიც სახარებაში გვხვდება. ისე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, როგორც მოსემ ამაღლა რვალის გველი უდაბნოში. იგივე კვერთხთან დაკავშირებით, იგივეა რვალის გველთან დაკავშირებით წმინდა გრიგოლ ნოსელთან. ანუ სიმბოლოა ეს რვალის და საერთოდ გველი მაცხოვრისა იმ კუთხით, რომ მან მიიღო დაცემული ბუნება ჩვენი. ეს ერთი, ახლა მეორე. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. უდიდესი ღვთისმეტყველი, იმდენად დიდი, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა მე-7 საუკუნეში დაურთო მის ქადაგებებს კომენტარები, ღმერთის წყალობით ახლა გამოვიდა. ამას ქვია ამბიგვები, ანუ რთული ადგილების განმარტება წმინდა გრიგოლ ნოსელისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა უკაცრავად. როგორი რთული ადგილები აქვს? ერთ მაგალითს მოვიყვან და მერე გადავალთ იმაზე, რაც საცაუბროა. წმინდა გრიგოლთან ხდება ასეთი ფორმულირება. ერთება ორობაში გამრავლდა და სამებაში გაჩერდა. სამებაზეა საუბარი. მინდა გაიგე ახლა აქ რა ხდება. ერთება ორობაში გამრავლდა, სამებაში გაჩერდა. ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. რა სამებაში, რა ორობაში, რა ერთება, რაზეა საუბარი. გრიგოლ ღვთისმეტყველმა ის თქვა და შემდგომ დროინდელ ღვთისმეტყველებში უკვე ეს გავცნობილია და განმარტებული. ამას ახლა არ შევეხებით, ეს მთელი ამბავია. უბრალოდ რა მინდა ვთქვა? წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი არის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი ეკლესიაში და ურთულესი მქადაგებელი.
ალბათ ერთადერთი ვინც არის ურთულესი. რატო იყო ასეთი რთული? იმიტომ რომ წმინდა ეფრემ მცირემ, რომელმაც თარგმნა ქართულად მისი შრომები, ასეთი დახასიათება მოქცა წმინდა გრიგოლთან დაკავშირებით. მას, ესე იგი წმინდა გრიგოლს, ახასიათებდა ღმრთის მეტყველებითა სიტყვათა მიფარულებაი. სამი სიტყვა ახასიათებელი მისი სტილისა. ღვთისმეტყველებითა სიტყვათა მიფარულებაი. ესე იგი ცხადა თქმა კი არა, შეფარულად, მისტიკურად, რომელსაც შემდგომ გაშლა და განმარტება ჭირდება. გრიგოლ ნოსელი ვახსენეთ, როგორ მარტავს ამ გველობის მდგომარეობას. აი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველთან, რა ჩვენ ვახსენეთ ახლა, არის აბსოლუტურად ამოტრიალებული. თითქოს ეწინააღმდეგება სახარებისეულ თქმას. სახარებისეული თქმა რომელია? ისე უნდა ამაღლდეს ზეკაცისა, როგორც მოსემ აამაღლა ზეცაში, ესე აამაღლა ზეცაში არა, გველი უდაბნოში. გრიგოლი როგორ იგებს ამას, ღვთისმეტყველი? ეს არის ქადაგება ახსების შესახებ, იქ არის. ნუ ვინი ფიქრებს, რომ ის გველი ამაღლებული უდაბნოში ჩვენი მაცხოვრის სიმბოლოა. ის არ არის ჩვენი ღმერთის სიმბოლო. მაცხოვრის სიმბოლო ის არ არის. ეს არის სიმბოლო ეშმაკისა, რომელიც ჯვრის მეშვეობით მკვდარი გახდა. და რადგანაც ეს ეშმაკი მკვდარია, დანარჩენი გველები ვეღარ გესლავენ ადამიანებს. რას ნიშნავს ეს? მცირე ზომის ამოტრიალებული განმარტება, რომელიც ვერც გრიგოლ ნოსელთან ვერ ხვდება, ვერც ბასილი დიდან, ვერც ერთ მამასთან, გარდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა. რას ნიშნავს ეშმაკის სიმბოლო? როგორ შეიძლება ასეთი თქვა? როცა სახარებაში პირდაპირ სხვაგვარად არის ნათქვამი. სხვათა შორის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს ათანაბრებენ ხოლმე წმინდა წერილთან. იმდენად მნიშვნელოვანია მისი თხზულებები და ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ეს? ის რვალის გველი, სპილენძის გველი, ხო სპილენძისგან არის დამზადებული. მოსემ აამაღლა არა ცოცხალი გველი, არამედ მკვდარი გველი. და რადგანაც ეს გველი მკვდარია, თან ჯვრით არის მკვდარი. დანარჩენი შხამი პატარა ეშმაკუნებისა ვეღარ წამლავს ადამიანებს. იმიტომ რომ დასაბამიერი გველი მოკლა ჯვარზე მაცხოვარმა. და მოსეს გველი არის სიმბოლო არა მაცხოვრისა, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელთან, არამედ პირდაპირ ეშმაკის დათრგუნვილობისა ჯვარზე, მაცხოვრის სიკვდილით. და ეს რვალის გველი არის მკვდარი ეშმაკი, ძალ მოცილებული ეშმაკი, რომლის შემხედვარე სხვა პატარა ეშმაკები, ის პატარა გველუკები ვეღარ გესლავენ ადამიანს, ვეღარ კვდება ის დანარჩენი ხალხი იმ პატარა ეშმაკების კბენის შედეგად. მთავარია მკვდარი, დასაბამიერი ლუციფერი, როგორც მას უწოდებთ. თქვენ ხვდებით, როგორი ღვთისმეტყველება მოგვცეს წმინდა მამებმა. ამას ქვია საეკლესიო ეგზეგეტიკა ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით. როგორი მრავალფეროვანია, როგორი საინტერესო ხედვები აქვთ მამებს. ხანდახან ურთიერთსაწინააღმდეგო. ურთიერთსაწინააღმდეგო იმ გაგებით კი არა, რომ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან.
სხვადასხვა რაკურსით უყურებენ. ერთი რა არის წმინდა გრიგოლთან, ნოსელთან და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველთან. ერთი რა არის? ერთი არის ის, რომ ჯვარზე გვდება ეშმაკი. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამას სულ სხვანაირად მარტავს. წმინდა ბასილი დიდი სხვანაირად ხედავს. წმინდა გრიგოლ ნოსელი სხვანაირად. მაგრამ ეს ერთი მთლიანობაა. იმიტომ რომ ყველა მათგანი დოგმატს ეფუძნება. დოგმატი რა არის ეკლესიისა? ჯვარზე გვდება ეშმაკისეული მოქმედება. ეს გრიგოლ ნოსელთანაც აშკარაა და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველთანაც. ეს არის დოგმატი. მაგრამ ხედვა, ჭვრეტა აქვთ როგორი განსხვავებული. ხანდახან პროტესტს იწვევს ადამიანში. ჩვენ ამას სპეციალურად აკადემიაში გავდივართ და სწორედაც ამას სწავლობენ ჩვენი სტუდენტები, რომ ნახეთ როგორი სიმაღლეა და როგორი სიღრმეა ამავე დროს წმინდა მამებში. ეს ხო დაწურული აზრებია. ამით უნდა იცხოვრო, რომ ეს თქვა. ისე წაკითხული და როგორი ნიჭიერი ვარ, მარტო ეს არ აშველის ამას. ეს უნდა გაატარო შენი მთელი ცხოვრებით. ეს უნდა გაიაზრო კარგად, ამით უნდა ცხოვრობდე. და მერე თქვა, როგორც ამბობს წმინდა გრიგოლ ნოსელი ერთი მხრივ, ან მეორე მხრივ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. თუ წმინდა გრიგოლ ნოსელი ამას შლის და უფრო გასაგებია მეტად. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველთან არაფერი თითქმის გასაგები არ არის ფრაზების გარდა. აი ეს თქვა, ერთი აბზაცია, რამოდენიმე წინა დადება. და შეიძლება ამას რო წაიკითხავ კაცი, გაჩერდე და აღარაფერი აღარ წაიკითხო, მეტი დღეს. ან შეიძლება მთელი კვირა აღარ გადაშალო გრიგოლ ღვთისმეტყველი. იმდენად მსუყე საკვებია შენი აზროვნებისათვის და სულიერებისათვის ამავე დროს. აი ეს არის სიმბოლო ჯვრისა, ცხოველმყოფელი ძალა მისი, რომელიც არის აღდგომისაგან განუშორებელი და ერთი მთლიანი. აღდგომა რომ არ ყოფილიყო, ჯვრის საიდუმლოსაც, რა თქმა უნდა, ფასი არ ექნებოდა. კულმინაცია არის აღდგომა მაცხოვრისა. ჯვარცმა და კულმინაცია აღდგომა. იმიტომ რომ მკვდართა აღდგომას და საკუთარი თავის აღდგომასაც ველოდები ჩვენ. დააგლოცოთ ღმერთმა და ცხოველმყოფელმა ჯვარმა დაგვიფაროს და დაგვიცვას ყველანი.